მოკლედ დღეს შაბათია და დღეს არის ბაიკერების შეკრება და თუ გაინტერესებს თუ როგორია ეს თემა ბაიკერები როგორი კრიბებიან როგორია ზოგადად ეს ოჯახი იმიტომ რომ თითქმის ყველა ბაიკერი ყველას თვლის ერთ დიდ ოჯახს მე ყოველ შემთხვევაში ასე მიმაჩნია გამოვყევი მაშინ თქვენ მაყურებელი და მე მაქსიმალურად შევეცდები გაჩვენოთ ის ყველაფერი რასაც დღეს აპირებენ ისინი ნუ დღეს მე მოტოთი არ ვარ მაგრამ ნუ უკვე დიდი ხანი აღარ მყავს მოტო მაგრამ აუცილებლად მაინც შევეცდები რომ ეს ყველაფერი გაჩვენოთ თქვენ აპირებენ გასეირნებას წინასწარ არ გეტყვით ამას რაღაც კონკრეტული ლოკაციის მიმართულებით და მოკლედ თან კიდე მაქვს საჩუქრები რაღაც გარკვეული საჩუქრები ბაიკერებისთვის და რომელიც ჩემ გამონწერეთ გადავწ ნუ რადგან ცოტა არის რაღაც მოვიფიქრე მაგისთვის რომ ყველას ვერ შეხვდება მაგრამ რაღაცა გასართობად რაღაც პატარა რაღაც მოვიფიქრე და მოკლედ გამოვყევი და ნახავთ რა ახლა კი ბენზინი არა მაქვს გათავებული მაქვს აგერ მიჩვენებს ცარიელია და უნდა ჩავასხათ პირველ რიგში ბენზინი საწვავი რომ შევძლოთ მათთან ერთად წასვლა ნელა შევიპაროთ ზოგადად დღევანდელი კანონი რაც მიიღეს ძალიან უხეში და ცუდია ანუ არაქართული მაყუჩი და ქართული მაყუჩი ამსხვავებენ ეს არის რაღაც სისულელე რა მე შეიძლება მყავდეს 1 ცილინდრიანი 2 ცილინდრიანი მოტო არ მეყენოთ ქართული მაყუჩი და ბევრად ნაკლები ხმა ქონდეს ვიდრე ვიღაცის 4 ცილინდრიან მოტოს რომელსაც ქართული მაყუჩი უყენია ასევე არ უნდა იყოს შეზღუდვა ადამიანი ეს არანაირ ხელს არ უშლის ადამიანს მოტოსთან დაკავშირებით არანაირ საფრთხეს არ იწვევს და არაფერი რა ასევე უნდა დაწესდეს ანუ ყველა ბაიკერი სამხდებით რომ ნუ ვამე უნდა იყოს შესაბამისი საზომი რაოდენობა ხმის და რა იცი რომ პოლიციელი სურვილზე რო იყოს აი მე დღეს კარხასიაძე ვარ და ეს ხმა დიდი არ არის და ვიღაცას შეიძლება გაიარო 100 მეტრი და სხვა პოლიციელი შეხვდეს და იმისთვის ზედმეტად ხმაურიანი იყოს შენი მოტო და დაგაჯარიმოს ამ ყველაფერს უნდა კანონში ცვლილება და საჭირო არის რა აი ახლა ამ ადამიანს მაგალითად არა ქართული მაყუჩი უყენია და საერთოდ არაფერი ისეთი ხმა არ ექნება ვიდრე სხვა ბევრ 4 ცილინდრიან მოტოებს რომელსაც ქართული მაყუჩი უყენია ხო და ანუ არ უნდა ხდებოდეს რა ანუ განისაზღვროს ხმის სიმძლავრე პოლიციელებს ქონდეს საზომი და საღამოს საათებში დილის საათებში რაც არის 10-11-დან მოხდეს იმ დროს შემოწმება თუ ვინმე იქნება გარეთ და ასე შემდეგ დღის განმავლობაში მაინც ქალაქში ისეთი ხმაურია შეულებრივად რომ იყოს დაშვებული ყველანაირი ხმა რავი პრობლემას არ თვლის რა ძირითადად პრეტენზია აქვს ხალხს ღამის განმავლობაში და მართალისა და სწორების არის რა ხო და მოკლედ ახლა ჯერ საწვავი ჩავასხათ ყველაზე თავად და მე გავაგზავნებ კიდე ამ თემაზე საუბარი მოკლედ მომსახურება მე ზოგადად რაც უფრო მეტი იქნება ქალაქში იუსალმები
უკეთესია. შენ გემოდი ასხავ როგორც გინდა. ავატაროთ ხაზდაკლების ბარათი. ეთერი დავკარგოთ თან. აწყება მეორე პრემიუმი საბანკო ბარათი ხაზდაკლების ბარათი გავატაროთ. მოაკლდა 10 თეთრი. დავდოთ შემდეგ ორზე არის შეკრება, უნდა ვიჩქაროთ 10 ლარის. მეგონა ნოლია შეწყვეტს. შემდეგ გადავიხადოთ. რა დავდი ჩავასხოთ. აი შლანგი პრემიუმის დააშვენიერე გამოკაჩოდა რაღაცა არ გიწევს რა. შავთქაროთ ახლა. შევთქაროთ. დავიდეთ რასაც ჩას. კარგად გაიშურა. მე ყოფა მე მგონი ძალიან წავედ. Let's go. Ha llegado el momento donde su sacrificio y su empeño ha sido valorado, donde sus lágrimas y sus anhelos han sido escuchados, y por eso estamos preparados para la guerra. Solo hay que seguir adelante. Levanta tu mirada y alístate. აქ უკვე შუქნიშანი დახვდა და ველოდებოდით ყველა ერთად მწვანე სანთელოს და როგორც გაენთო ეგრევე დავიძარით ბოლომდე გადაჭერით, მაგრამ სად გავიქცევი თითოდ მაქსიმუმი რაც შეუძლია აკეთებს რა. მეც რას მოთხოვ ახლა მობეც.
ზოგადად მოტოსტარება ძალიან განსხვავებულ სიამოვნებასთან არის დაკავშირებული და სხვანაირ შეგრძნებებს იწვევს რა. მე ყოველთვის მეყვარდა დაახლოებით სიარული. სულ სხვანაირ გრძნობას იწვევდა, ვიდრე მაგალითად სწრაფი სიარული. იმიტომ რომ ჩემთვის სხვანაირი სიამოვნების მომიჭებელია დაახლოებით გზაზე, როცა მოძრაობ. მე პირადად მაგალითად არასოდეს მივიღე მანქანისგან ისეთი სიამოვნება, როგორიც მიმიღია მოტოციკლეტის ტარების დროს რა. ძალიან განსხვავებულ შეგრძნებებს იწვევს, ბევრად უფრო სასიამოვნოა და ძალიან სხვა დონის სკილებს ითხოვს მოტოსტარება და ბევრად რა თქმა უნდა საშიშიც არის რა. ყველაფერს თავი გავანებოთ, შეიძლება შენ არანაირი შეცდომა არ დაუშვა, იდეალურად იმოძრაო, მაგრამ სხვა საბედისწერო შეცდომა შეიძლება დაუშვას და ცუდად დამთავრდეს რა. მაგრამ ცხოვრება არის მაგაზე თუ იფიქრე და ეგრეთ რაღაცებზე ადამიანმა მაშინ საერთოდ არაფერი არ უნდა გააკეთო, ყველაფერი ხდება რა ცხოვრებაში, მაგრამ ვაკეთებთ იმას, რაც ყველაზე მეტად გვსიამოვნებს და გამოგვდის ბევრს რა. წყნეთის შესასვლელში არის კაფე, პოლი და სხვათა შორის ძალიან ლამაზი ხედი აქვს და ვინც არ ხართ ნაყოფი, გირჩევთ, მოგეწონებათ ძალიან. როგორც ვიცი, პოლი არის იმ ოჯახის გვარი, ვინც დაალცა ეს კაფე რა. აქ უეჭველი რაღაც ისეთ მანევრი უნდა გავაკეთოთ, რომ მალე გავიდეთ და თორე ძალიან ჩამოვჭი უკვე რაიც და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ისე უსაფრთხოდ გავიარო, რომ დავეწიო მათაც. ეს სათამაშო მაგრად მომეწონა, გასართობად წარმოვიდგენი, არა კარგი რაღაც იქნება. წყნათ ყოველთვის მომწონდა, ძალიან გრილა. თბილისთან შედარებით გაცილებით, თან ახლოს არის, ჩადიხარ ქალაქში, მაგრამ კაჩარი ბევრად უფრო მეტად მომწონდა ყოველთვის. ზოგადად ვინც მოპედს, მოტოს ატარებს, ყველა ბაიკერი ერთით ოჯახად თვლით თავს და ერთი ძალიან კარგი თვისება აქვს ამ ოჯახს რა. თუ სადმე ვინმე გაჩერებულს ნახავ და რაღაცა პრობლემა აქვს, ეგრევე ვჩერდებით და ვეკითხებით რა ჭირდება, როგორ არის, რა რით შეგვიძლია დავეხმაროთ, გვერდში ვდგავართ ყოველთვის მაქსიმალურად ერთმანეთს. ზოგადად აი მანქანის მძღოლებისგან რაც გამოგვარჩევს, ეს არის გვერდში დგომა ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებით რა. ბევრ ბაიკერს მანქანაც აყავს, ატარებს კიდევაც მანქანას, მაგრამ აი როცა მოტოთი ხარ ან მოპედით, სულ სხვანაირად უდგავარ გვერდში ერთმანეთს, ამ შემთხვევაშიც, რაიდის შემთხვევაში რაღაც პრობლემა შეექმნა ჩვენ მეგობარს და ეგრევე ყველა გავჩერდით და რომ დავწუნდი უკვე რომ კარგად იყო გავაგრძელე სვლა. ვფიქრობ ეს ძალიან კარგი თვისება არის და ამ ოჯახს ერთ-ერთ მხრივ
განსხვავებულად წარმოაჩენს და განსხვავებულს ხდის. უკვე მივადი იქით წყნეთის გადმოსახეთს. ყოველთვის მიყვარს ხოლმე გაჩერება. ძალიან ლამაზი ხედია და როცა ასე მივდივართ ხოლმე რაიდით, ყოველთვის ჩერდებით, შესვენების მომენტი გვაქვს. აქ ბიჭებმა არ იციან რომ მათთვის მაქვს საჩუქრები, პატარა საჩუქრები და აქ დავურიგებ ახლა მათ პატარა ცოტა გავერთობით და გავხალისდებით. ძალიან ლამაზი გადმოსახედია და ლამაზი ხედი იშლება. მოკლედ ძალიან ლამაზი ბუნება გვაქვს საქართველოში რა. ვაჟადან არის 40 კილომეტრი და 10 გამომიარეს. ბიჭებო, გათამაშებას გავაზოთ, პატარა ისინი მაქვს საჩუქრები რა. ვისაც რა შეხვდება, ოღონდ ზოგი ფურცელიც არიელია, ყველა ის არ არის რა. რა ციფრით შეხვდება, იმ ციფრის საჩუქრს მიიღებს რა. პირველი მოგემევას. ენდაიმე ვარ. მე ხა. ერთ ხომოვიდა ხო? ერთ. შენ კამერა ჩაქვია? რა ხო დარანაც. ყველა შეიძლება შეხვდება, მაგრამ ერთ მე ჩამოვიეთ მაშინ აბა. მეც ვიჩაი მინდა. ანუ გახსნა შემოწმე. გახსნა რომელი ციფრით გეკნება იმის მიხედვით მიიღებს. მე მაქვს სამიანი. ერთი ანუ ერთი დანომრილი მაქვს რა. შეხდა შვედიანი ვარ. ფული არის? აი კიდია. ისუნ. არა არ მიმართლებს. აი რამდენი გამიმართლა სამიანი მაქვს. აი ხახული გამშვიდდება? ეგრეთი საჩუქრებია. სარიენ. სა პატარა საჩუქრები წამოვიღე რა, ერთი სარდაჭი. ორი დარჩა უფიქრეთ. არ ზოგი ფურცელიც არიელია რა. ორიანი. ერთი დარჩა. ერთი ამოიღეთ ხალხო. მირიან, გათამაშება რაღაცა და ამოიღე, რა იცი რა ხდება. ვინახავთ თუ აფი? არა, მოვიტან აი მაშინ. ეს ფურცელი? ხო, შეიძლება არიელი იყოს, შეიძლება ეწეროს. ახლა თქვენ. და რა მოვიგე. ავიდა თორე დაცხა. Z600 მოვიგე. ძალიან. აი ჯერ მაკდონელზი არ ვარ, მაგრამ აი მოვიტან და ვისაც რა ციფრი შეხვდება, ვისაც რა ციფრი აქვს, იმის მიხედვით მივცე. კეთუნა ჩანსხა ბენზინის მაო? არა, მე ჩასხმული წამო. აბა ვის რა ციფრი ქონდა? მე მაქვს მე სამიანი. შვედიანი მომივიდა. შვედიანი შეხვდა ფეხის. ეს არის. და ახლა ფეხი აღარ გაგესწრება. შენერე. ხუთი ისა. აგე რა ხუთი. თიანი 6-6-იანი ამას. ერთი. ეგეთი რაღაცები უნდა გააკეთო. ბაზარი არა. ეს ფეხის დამცა. სამიანზე რა არის? სამიანზე ბრელო. ოპა, აუთედო გადამიკარი ეგ რა შეიძლება ფეხს და არ გავაბრუნო. ორიანი და ოთხიანი და. ორიანი ეს მეორე ბრელო. და ოთხი ვიშეხვი. ამას წამოვიდა ფეხსაცმელს აღარ გავაბრუნო. აი, 4-ს კალონკასთან გავარდო, შენ კალონკასთან გავაჩეროთ და ეგ არის. და ვიცით. ოთხიანი ქონდა კიდე ვიღაც. ოთხიანი. ბრელოკი ეს. 4 ციფრის არის. კალონკასთან ვაჩეროთ ახლა და იქ იქნება რა. ერთ-ერთი სასიამოვნო მომენტი კიდე რაიდის დროს ეს არის შემხედრო ბაიკერებთან მისალმება. ეს შეიძლება გამოხატული იყოს თავის დაგვრით ან ორი თითის გაშვერით. ეს ჟესტი როგორც ვიცი მოდის ამერიკიდან და ყოველთვის სასიამოვნო მომენტია, როცა შემხედრო ბაიკერებს ესალმები და ისინიც რა თქმა უნდა ანალოგიურად რომელიმე ჟესტით გესალმებიან. ზუსტად
ეს ერთ-ერთი რამეა კიდევ, რაც გამოარჩევს ამ ოჯახს ზოგადად სხვა ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებისგან. მოკლედ გავჩერდით მარკეტთან და ვისაც რა გვინდა, უნდა ვიყიდოთ. მე პირველ რიგში რა თქმა უნდა წავადი წყლის საყიდლად, რადგან ძალიან ცხელა და მნიშვნელოვანი ამ დროს საჭირო რაოდენობის წყალი იყოს ორგანიზმში. რა თქმა უნდა, ეგრევე მთის წყალი ავიღე. თან წელს რა კარგად დაემთხვა. მთის წყალი გახდა პარი სენ-ჟერმენის პარტნიორი, კვარაც გადავიდა PSG-ში და ჩემპიონთა ლიგაც მოიგეს. ყველაფერი ძალიან კარგად დაემთხვა. აი კიდე რაღაცები საწმელად გავემართე. მოკლედ ყველა გამოვედით მარკეტიდან. ვისაც რა გვინდა დავიყიდეთ და დავიძარით სროლის წინ დიდგორისკენ. ეს მაყურჩების ამბავს მინდა დაუბრუნდე. ზოგადად მეჩნიეს კანალი ძალიან სულიერულად არის მიღებული, არაფერი დეტალებში არ არის ჩაშლილი და გამოკვეთილი. ანუ ჯერ ქართულ და არა ქართულ მაყურჩევნას ხვდებოდეს. ანუ ჩაულებრივად ყველგან მიღებულია, შეუძლია დააყენოს მოქალაქემ. და ამაში პრობლემას ვერ ხედავ, შეიძლება ვიზუალური სილამაზის გამოიყენოს და საერთოდ არ ქონდეს იმას დიდი ხმა. ვიღაცას რავი, როგორ შეიძლება დადიოდეს 400 კუბიანი მოტოთი და ვიღაცამ გაიაროს ლამბორჯინი და ის ლამბორჯინის გაცილებით დიდი ხმა ქონდეს, ვიდრე იმის 400 კუბიან მოტოს, რომელსაც მაყურჩებს შეცვლილი. ანუ ვიღაცამ გაიაროს რაღაცა მანქანით, რომელსაც უბრალოდ ვიზუალის გამო მაყურჩები აქვს შეცვლილი სილამაზის გამო და საერთოდ არ აქვს ისეთი დიდი ხმა, როგორც ვიღაცის რაღაცა მანქანას რა. და ამის გამო ადამიანს მანქანა უნდა ჩამოართვა, დააჯარიმო და რაღაცა თავისჭრას იხარებს ადამიანი და ყველანაირად უზღუდა ყველაფერს რა. იმედია დაალაგდება ეს კანონი და ნორმალურად ჩამოყალიბდება უახლოეს თვეებში რა. როგორც ამბობენ, სექტემბერში იქნება უკვე დაალაგებული და ნახოთ რა. ასევე მინდა იმ ხალხს შევეხო, აი ხედავ რომ ხალხი ძალიან გაბუროტებულია რა, კომენტარებს რო კითხულობ ვიღაცა რომ მანქანა წაართვეს და განიცდის და რაღაცა და კომენტარებს რო უწერა ხალხი კიდე მასქენით იბინე და არა და დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანი არც იმ ვაჟაზე ცხოვრობს, იმ კომენტარებიდან ვინც წერენ. არც რავი აეროპორტის ტრასაზე და ასე შემდეგ და საერთოდ ისეთ ადგილებში ცხოვრობენ, რავი, იქ არც მოტო დადის, არც მანქანა დადის და არც არავინ არ აწუხებს დიდად რა. მაგრამ ისე უხარიათ ზოგსვისი ცუდად ყოფნა და რაღაცა და ძალიან წყინს ამაზე და გული მწყდება, რომ აი ასეთი ხალხი რეალურად ბევრია ჩვენ გარშემო რა. თუმცა რა ვქნათ. დავუხვეთ უკვე დიდგორისკენ და მალე მივალთ დიდგორის ველზე. სულ რამდენიმე კილომეტრია დარჩენილი იქამდე. გარშემო ძალიან ლამაზი ბუნება არის და ძალიან ლამაზი ხედები. აქ გავლა ყოველთვის ასიამოვნოა, მით უმეტეს მოტოთი. სამწუხაროდ ახლა მოტო არ ამბობს, მაგრამ ისე მეყოლება მალე. ეს დაახლოებით გზა ძალიან სასიამოვნო შეგრძნებებს ტოვებს, როცა მოძრაობ. აქ უკვე ცოტა უჭერს ჩემ მოპედს აღმართებზე, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ. მეც და ისიც. 1121 წელი. დიდგორის ველი. ილღაზის გამოგზავნილი მორჩილების ხალათი უკან დახევას უბრძანებდა მეფეს ქართველთან. იქ იყო ახალგაზრდა დემეტრე უფლისწული, იყო ყივჩაღი, ოსი, რაინდი ჯვაროსანი. იქ იყვნენ ომებში შევერცხლილი დავითის მხედართმთავრები. საქართველოს ბედი დღეს წყდებოდა. სადაც გაიგებს.
და ადგა დავით, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა და შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა და ბრძანა მეფემ ჩახერგეთ გზები უკან დასახევი და იყო ბრძოლა, იყო დიდგორი, ძლევა ის საკვირველი და კვლავ გამთლიანდა მალე საქართველო. აქ უკვე მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს, გავაჩერებთ ახლა მოპედებს და მოტოებს, ვისაუბრებთ ერთმანეთში, გადავიღებთ სურათებს, გავცვლით აზრებს სხვადასხვა რამესთან დაკავშირებით, დავიტოვეთ სასიამოვნო მოგონებას და უკვე წავალთ სხვა ადგილისკენ, მაგას გადავწყვეთ ერთად. მოკლედ გადავიღეთ ფოტოები, ვისაუბრეთ, ზოგიერთი ბაიკერი წავიდა სხვა გზით, იგივე გზით, საიდანაც მოვედით. ჩვენ კიდე გადავწყვიტეთ დანარჩენებმა წავსულიყავით მცხეთის გზით და დავსყარიყავით რესტორანში. ბოლოს გადავწყვიტეთ დავსხდეთ ერთ რესტორანში. und რა თქმა უნდა, სასმელის გარეშე. შევჩერდით ცოტა გზაში რომ გავგოულიყავით, არასოდეს წავსულიყავით. კარგად არ ვიცოდი ეს გზა არ ვარ ხშირად ნავყოფის რამდენჯერმე ვარ ამ გზით ჩამოსული და მოკლედ ვარკვევით საერთოდ წავსულიყავით დაგვიზუსტებინა. კიდე ჩვენი მეგობარი ფულსასმენს ისე იქნებდა. იგი წინა ბოლოს მოვადგეთ რესტორანს, სადაც შევხვდეთ სხვადასხვა რაღაცები და რა თქმა უნდა სასმელის გარეშე მონათი ჩემოვიფარგლეთ მხოლოდ რადგან